President of the United States of America, Donald J. Trump. ის უკვე მეორედ Deep State-ის დამხობის პირობით აირჩიეს. ოლიგარქთა უხილავის სახელმწიფოს, რომელიც თეთრ სახლს და ამერიკას მსოფლიოზე საკუთარი ბატონობისთვის იყენებს. მსოფლიო ახლა გაფაციცებით აკვირდება, რამდენად ასრულებს თავის ამ დაპირებას ტრამპი. აი ჩემი გეგმა თუ როგორ ჩამოვშლი Deep States. პირველ რიგში გავყრი უამრავ კორუმპირებულ ჩინოსანს უსაფრთხოების, ასევე დაზვერვის სააგენტოებიდან. 24 საათში დავასრულებ ომს უკრაინაში. მართალია, ათობით ათასი მოხელე გაყარა სააგენტოებიდან, თუმცა ომი უკრაინაში არ დაუსრულებია. არც ჰუსიტები შეუჩერებია იემენში, არც ირან-ისრაელის ომი აღკვეთა და არც ევროპას აჩერებს რუსეთთან ომის ესკალაციასა და სომხეთის ჩარევაში. არადა Deep State-თან ბრძოლა სწორედ ომების დასრულებაა. ომებს ფულიც მოაქვს და გავლენაც და ამ წყაროს Deep State-ი არავის ჩააკეტინებს. რუსეთთან ომის დასრულება ჩააფლავა ისევე, როგორც ირანის საკითხი და ღაზას პრობლემის გადაჭრა. მას უბრალოდ არ შეუძლია ამ მისიის შესრულება. რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია Deep State-ის დასუსტებას, იმდენად სწრაფად დამყარდება მშვიდობა ჩვენს რეგიონში. ერთმანეთთან არის პირდაპირ დაკავშირებული ეს ორი მოვლენა. თუმცა თქვენ ხედავთ, რომ Deep State-ის წარმომადგენლები ამჯერად არსებითად ევროპაში უხეშად და პირდაპირ ეწინააღმდეგებიან მშვიდობის დამყარებას. არ არის ცალსახა ის, რომ მაინც და მაინც დასუსტდება, მეტად დამარცხდება გლობალური ომის პარტია, გამომდინარე იქიდან, რომ მათ აქვს ძალიან სერიოზული რესურსი, მათ შორის ძალიან სერიოზული ფინანსური რესურსი. ტრამპმა თქვა, არ მინდა ომი უკრაინაში. კი ბატონო, მაგრამ მაშინ რატომ არ ჩერდება ომი? ის ხომ ამერიკასა და რუსეთს შორის ომია უკრაინის ტერიტორიაზე. და თუ ერთ მხარეს ომი არ სურს, ის წესით უნდა დასრულდეს. მაგრამ არა, სანამ Deep State-ს რუსეთის დამარცხების იმედი რჩება, ომიც დარჩება. ამის გარდა ომი უბრალოდ კარგია. ყიდის იარაღს და თან ტესტავს მას, ხოლო მილიონი დახოცილი უკრაინელი არ ანაღლებს. პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ რეალურად ეს ამერიკასა და რუსეთს შორის პროქსი ომია უკრაინაში და ის უნდა დასრულდეს. თუმცა ევროპის ქვეყნებს და მათ მოკავშირეებს ამერიკაში ომი უნდათ. უკრაინის სახელმწიფოებრიობას ისინი იყენებენ საკუთარი ინტერესებისთვის და უამრავი ადამიანის სიცოცხლე სწორედ ეწირება ოლიგარქიული ოჯახების Deep State-ის ბინძურ ინტერესებს. Former Canadian diplomat, he wrote about the deep political system in the US. დარენ დევლეთმა, კანადელმა დიპლომატმა, პირველად იხმარა ტერმინი Deep State 1990-იანების დასაწყისში. მან თქვა, რომ სადაზვერვო, ასევე საგამოძიებო სააგენტოები ამერიკის უმდიდრეს ოლიგარქებს ემსახურებიან და ერთიან სისტემას ქმნიან. ეს ძალიან შაუბნელი ძალაა, რომელსაც ოლიგარქები ზევიდან ქვევით მართავენ. დიახ, ეს არის Deep State-ის სტრუქტურა, რომელიც რეალურად ოლიგარქთა სახელმწიფოა საზღვრებს გარეშე. მას შეუძლია ამა თუ იმ ქვეყანაში ხელისუფლების დამხობა. ჰყავს მკვლელების არმია და შეუზღუდავი რესურსები. სავარაუდოდ, მან მოკლა ძმები კენედები და კიდევ ძალიან ბევრი ლიდერი, ვინც წინ აღუდგა. Take a look at what happened. Let me get my shoes. Hold on, your head is bloody. So we got to move to the bus. ტრამპი არ მოუკლავთ, თუმცა აშკარად შეაშინეს. ტრამპი გარიგების ოსტატია, ამას თავად ამბობს. რაზე მოურიგდა Deep State-ს, ექსპერტები ჯერ ისევ მსჯელობენ. ფაქტი კი ისაა, რომ ტრამპის გეგმის ნაწილი ორივესთვის მისაღები აღმოჩნდა. USAID-ის გაჩერებაც და ათობით ათასი ბიუროკრატის სახლში გაშვებაც, მათ შორის დაზვერვისა და გამოძიების სააგენტოებიდან. ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა მკვეთრად შეგვეცეს. საბჭოს უფლებამოსილება კი სახელმწიფო დეპარტამენტს გადასცეს.
This is kind of a deep state, and the truth is, როგორც ამბობენ, ეს საბჭო Deep State-ის ოფისია თეთრი სახლის დასავლეთ ფლიგელში და ის დაზვერვისა და გამოძიების ყველა სააგენტოს აკონტროლებს. ფაქტობრივად, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას ის ადგენს. ტრამპმა საბჭო გაანახევრა, რაც Deep State-ზე მორიგ სერიოზულ დარტყმად მიიჩნევა. თუმცა ასეა კი, მართლა შეუძლია ტრამპს მსოფლიო ოლიგარქიაზე დარტყმა, რომელსაც მეტი ფული აქვს ვიდრე ამერიკას და ევროპას ერთად. შეუძლებელია, ამბობს ჯონ პერკინსი, მსოფლიო ოლიგარქთა ყოფილი ფინანსისტი. ნებისმიერ ადმინისტრაციას, რომლის პოლიტიკა დაბრკოლებას შეუქმნის ოლიგარქიას, შეაჩერებენ. მართალია ოლიგარქებს შორისაც ხდება დაპირისპირება, თუმცა თუ ერთი ჯგუფი დასუსტდა, მას მეორე ანაცვლებს. და ახლა ილონ მასკის დროა. შესაბამისად, ტრამპი უბრალოდ Deep State-ის ძველ არმიას ანაცვლებს. ჯონ პერკინსი მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის აზიის ბანკისა და Deep State-ის სხვა ფინანსურ ინსტიტუტებზე მუშაობდა და მათი დავალებით მთლიანი ქვეყნების ეკონომიკურ ჩამოშლას უზრუნველყოფდა. საკუთარ თავს ის Deep State-ის დაქირავებულ მკვლელს უწოდებს. სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტს ვეუბნებოდი, აი ამ ხელში მილიარდები მიჭირავს და ამ ფულს შენ მიიღებ თუ ჩვენი თამაშის წესებს მიიღებ. არა და მეორე ხელში თოფი მაქვს და გესვრი. ზოგჯერ ცენტრალური დაზვერვა იყო საქმეში და მართლა თოფს ვესროდით. სხვა დროს კი ეკონომიკური ბერკეტებით ვანადგურებდით. მე ეკონომიკური მკვლელი ვიყავი, გლობალური დოქტრინის ერთი ჯარისკაცი. დოქტრინა, რომლის პრინციპია ხელი ხელს ბანს, ორივე კი იმას აკეთებს, რასაც ოლიგარქიული სახელმწიფო იტყვის. შესაბამისად, მსჯელობა ვერსიებზე ტრამპი დაამარცხებს Deep State-ს თუ პირიქით, ილუზიაა. სწორი ვერსია კი ერთია და ის შეთანხმებულ მოქმედებას გულისხმობს. ამ პროცესში არ არის გამორიცხული დომინანტი როლისთვის Deep State-ს შიგნით ბრძოლა ტრამპსა და ბრიუსელს შორის წარიმართოს. მას შემდეგ, რაც ტრამპმა გაიმარჯვა და დაუწყო ბრძოლა ამერიკის მიწაზე გლობალისტურ ქსელს, ისინი ახლა ევროპაში არიან კონსოლიდირებულები, კონცენტრირებულები და აგრძელებენ ბრძოლას. რა გამოვა ვინ მოიგებს, ნახოთ. ჩემი აზრით, ტრამპის ბანაკი მოიგებს. ექსპერტთა აზრით, ამ ორ ბანაკს შორის სამარკაციო ხაზის გავლება იყო ვიცე-პრეზიდენტ ვენსის სკანდალური გამოსვლა მიუნჰენის კონფერენციაზე, სადაც ევროპა მან საბჭოთა კავშირს შეადარა. ექსპერტთა აზრით, ეს ტრამპსა და ოლიგარქიულ ოჯახებს შორის გარიგების პირველი ნიშანი იყო. მთავარი საფრთხე, რაც დღეს ევროპას ემუქრება, არც რუსეთია და არც ჩინეთი. საფრთხე თავად ევროპაშია, რადგან მან საკუთარი ღირებულებები უარყო. ჩემთვის შოკი იყო ევროკომისრის აღტაცება იმით, რომ რუმინეთის მთავრობამ არჩევნები გააუქმა. მან თქვა, თუ საქმე ისე არ წავიდა, როგორც საჭიროა, იგივე მოხდება გერმანიაშიცო. არჩევნებს რომ აუქმებდა და ადამიანის უფლებებს, იმიტომ წააგო სწორედ ცივი ომის საბჭოეთმა. ამის შემდეგ არც ერთი განცხადება მხარდამჭერი თუ აღშფოთებული შეშფოთებით ახსავსე მისი მხრიდან, სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რუმინეთის მისამართით, მისი ამომრჩევლის მისამართით ჩვენ აღარ გაგვიგია. ჩვენ არ გაგვიგია არც ერთი მხარდამჭერი თუ შეშფოთებული განცხადება, როდესაც გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგულად მზარდი პარტია ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს, ხო? თეთრ სახლს არც მაშინ უთქვამს რამე, როდესაც საფრანგეთის ფავორიტ საპრეზიდენტო კანდიდატს საქმე შეუგერეს და არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. არადა მარინ ლეპენი სწორედ ტრამპის მხარდამჭერ მემარჯვენეებს წარმოადგენს. ექსპერტებს ერთი ახსნა აქვთ: ტრამპი Deep State-მა გააჩუმა. In Europe, we brought in a ევროპა ისევია Deep State-ის მართვის ქვეშ, როგორც ამერიკა. ბრიტანული MI6 ზუსტად ისევე მოქმედებს, როგორც ამერიკის ცენტრალური დაზვერვა, ხოლო გერმანული BND საერთოდ ამერიკული დაზვერვის შექმნილია და სრულად მართვადი. შესაბამისად, ოლიგარქიული ოჯახების დირექტივას Deep State-ი ორივე კონტინენტზე ერთი ხელით ასრულებს. ექსპერტთა აზრით კი, ეს დირექტივა ევროპაში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესების ნებაზე მიშვება და დემოკრატიის სრულად გაუქმება. ეს ყველაფერი ზუსტად აი იმ Deep State-ის ზოგად გეგმაში შედის, რასაც ქვია ევროპის დასუსტება, რასაც ქვია ევროპული დემოკრატიული ინსტიტუციების, სახელმწიფო მართვის ინსტიტუციების
დისკრედიტაცია საკუთარი მოსახლეობის და ამომრჩევლის თვალში. რისთვის ჭირდება ეს ოლიგარქიულ სახელმწიფოს? იმისთვის, რომ შეამზადოს ხალხი დემოკრატიისა და ცალკეული სახელმწიფოების გასაუქმებლად. ახალი მსოფლიო წესრიგისთვის, სადაც ერთი მმართველი, ერთი მონარქი იარსებებს და ის მსოფლიოს კორპორაციის პრინციპით მართავს. კორპორაციული სახელმწიფოს ავტორად ილონ მასკს მიიჩნევენ. ის აკონტროლებს მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ფინანსურ მონაცემებს, რაც ძალიან სახიფათოა. მას უნდა გახდეს მსოფლიო დიქტატორი, მეფე, თანაც ის საშუალო ასაკისაა. ტრამპის დრო კი წასულია. ილონ მასკი, რომელიც ლაპარაკობს ამ ტექნოლოგიურ утопияზე, სხვათა შორის რამდენიმე წლის შემდეგ გაჩნდება ამდენი და ამდენი რობოტი, რომ გახდება უამრავი პროფესია, რომ ადამიანი მოწყდება დედამიწას და გადავა ახლო კოსმოსში, ხო? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ადამიანი შეიძლება მოწყდეს დედამიწას, მაგრამ ის ყოველთვის უნდა დარჩეს ადამიანად თავისი ანთროპოლოგიური განზომილებით, რომელმაც იცის რა არის სიკეთე და ბოროტება. აი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ არა მარტო საკუთარი თავის მართვას, არამედ ახლო კოსმოსის მართვასაც. ამის ნაცვლად კი Deep State კორპორაციული სახელმწიფოს შექმნას ცდილობს. იდეის ავტორად კი პროგრამული ინჟინერი კურტის იარვინი ცხადდება. ამ სტატუსით მას Deep State თავის მედიაში ფართოდ წარმოაჩენს. სპეციალური რეპორტაჟი კურტის იარვინზე, სილიკონ ველის პროგრამისტზე, რომელიც დღეს ახალი მოძღვრების ავტორია, აცხადებს, რომ დემოკრატია მონარქიამ უნდა ჩაანაცვლოს და ქვეყანა კორპორაციასავით უნდა იმართოს. კურტის იარვინი, რომელიც ახალი თაობის შთაგონების წყაროა, წლების წინ აცხადებდა, რომ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდებოდა და ზუსტად აღწერდა, თუ რას გააკეთებდა ტრამპი პრეზიდენტობის მეორე ვადაში. მას ბნელი გასხივოსნების პოლიტიკური თეორიის მამას უწოდებენ. ნებისმიერი ინტეგრირებული სისტემის მართვას მონარქი, ჰეგემონი სჭირდება. მსხვილი საბირჟო კომპანიების პირველ პირებს თუ ქვეყნის სადავეებს ჩავაბარებთ, ისინი ყველაფერს მოაგვარებენ და მოაგვარებენ ძალიან მარტივად. ის არის დამფუძნებელი ბნელი განმანათლებლობის სწავლების, რომელიც სწორედ რომ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები უნდა გაქრეს, სახელმწიფოს მოქალაქის ცნება უნდა გაქრეს და უნდა ჩანაცვლებული იყოს იმ უსახური ადამიანებით, ბიომასით ფაქტიურად, რომლებსაც არ უნდა გააჩნდეთ ათ საკუთარი იდენტობასთან არაფერი საერთო, ათ სახელი, ათ გვარი, ათ ისტორიული წარსული და მოგონებები, წინაპრებთან რაღაც აპელირება და ასე შემდეგ. ცხადია, მსგავსი აბსურდული იდეა სხვასაც ბევრს შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ეს განსაკუთრებული სხვა შემთხვევაა. მე მაქვს გავლენა ტრამპის ადმინისტრაციაზე, ოღონდ მის უფრო ახალგაზრდა წევრებზე, რომლებიც ახლა სწავლობენ პოლიტიკის სუფში ცურვას. ისინი ჩემთან მუდმივ კავშირში არიან. ანუ თეთრის სახლის ერთი ჯგუფი თუ არა მთლიანად ადმინისტრაცია პოლიტიკური ჰეგემონიის იდეებითაა შეპყრობილი, რომელიც აი ამ კაცს მიეწერება, პროგრამისტს, რომელიც ერთ დღესაც პოლიტიკის თეორეტიკოსი გახდა და მას სილიკონ ველის ყველაზე მსხვილი მილიარდერები უჭერენ მხარს. ისინი, ვინც ტრამპის კამპანია დააფინანსა. ეს კორპორატიული ოჯახები, კლანები, რაც გვინდა დავარქვათ, გამოდიან ახლა სააშკარაოზე და აღარ უნდათ ამ ჩრდილში ყოფნა, ხან მასონებს არქმევენ, ხან Deep State-ს არქმევენ და არქმევენ, ასე ვთქვათ, მისაღებ პოლიტიკურ ფორმაციას. ეს ილონ მასკის, ასე ვთქვათ, ვითომ დაპირისპირება ტრამპთან, მერე შერიგება, მერე ასე. ანუ ოლიგარქატია, მარტივად. ეს არის ზუსტად ის ფარული მმართველობა, ოლიგარქიული მმართველობა, რომელსაც ქმნის მსოფლიოში დაახლოებით 15 ძლიერი ოლიგარქიული ოჯახი, რომლებსაც რა თქმა უნდა ამოძრავებს მთავარი მიზანი, ეს არის მსოფლიო ბატონობა. მათ სურს მთლიანად ჩაანაცვლოს ეს სისტემა, გამოიყვანოს დემოკრატიული მმართველობის სახელმწიფო სისტემა, როგორც გაკოტრებული და დაიწყოს ზუსტად ის პროცესები, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში თან ახლავს ამა თუ იმ კორპორაციის თუ ამა თუ იმ ფირმის, კომპანიის გაკოტრების პროცესს. გაკოტრებას თავისი მმართველი ჰყავს და თუ ამ სქემით დღეს ის პრეზიდენტი ტრამპია, შესაძლოა ხვალ ვიცე-პრეზიდენტი ვენსი გახდეს. ის არც მალავს, რომ კურტის იარვინის ფანია.
Our leaders right now are so corrupt. დღევანდელი პოლიტიკური ლიდერები იმდენად კორუმპირებული და ცფიერები არიან, რომ მათი გამოსწორება შეუძლებელია. საჭიროა ამ პოლიტიკური კლასის, როგორც სიმსივნის ამოკვეთა და შემდეგ ამერიკული რელიგიით ჩანაცვლება. How do we effectively და როგორ უნდა ამოვკვეთოთ ეს საზიზღარი პოლიტიკური კლასი? Oh man. არის ასეთი τύπი, კურტის იარვინი, რომელიც ამ პროცესს კარგად აღწევს. ანუ ინსტრუქციას იარვინი მომცემს და ისე ვიმოქმედებო. JD Vance are friends, but JD Vance თქვენი მეგობარია, სახელით მოგიხსენიებთ და თქვენს იდეებს იზიარებს, ისევე როგორც ბევრი სხვა გავლენიანი ფიგურა ამ ადმინისტრაციაში. თუ კი თეთრის სახლი გადაწყვეტს თქვენს კორპორაციულ სახელმწიფოზე გადასვლას, რა იქნება პირველი ნაბიჯები? ფიქრობ, ჯერ არ არის მომწიფებული საამისოდ ვითარება. თეთრი სახლი ჯერ არ არის მზად აღსრულების ორგანიზაციად გარდაიქმნას. ნუ ტრამპი კი ცდილობს, მაგრამ არ აქვს საკმარისი ძალა და უწევს რაღაც გადაწყვეტილებების შეცვლა, რაც იწვევს ქაოსს. ანუ არ აქვს ტრამპს შანსი მონარქის სტატუსამდე აღზევდეს? ასე გიპასუხებთ. შევადაროთ NASA და SpaceX-ი. NASA ოდესღაც ისეთივე ეფექტური იყო, როგორც SpaceX-ი, მაგრამ ილონ მასკმა ის ახალ დონეზე აიყვანა და NASA უკან ჩამოიტოვა. დღეს ახალი NASA-ს შექმნა უფრო მარტივია, ვიდრე ძველის გარდაქმნა. მე მომწონს ვენსი, ის იმიგრანტ ამერიკელებსაც წარმოადგენს და თან იელიც აქვს დამთავრებული და ნიუ-იორკელ ინტელექტუალთა ენით საუბრობს, რაც ტრამპს არ შეუძლია. ვენსი არის ტრამპის გაგრძელება, უნდა იყოს ტრამპის გაგრძელება და თუ ამათმა სწორად დააგეგმარეს, მაშინ აი გლობალისტებს, დემოკრატებს მოუწევთ 12 წლით ჩამოშორება ძალაუფლებისგან. ამის დიდი შანსია, თუ ისეთივე არ დაპირისპირება არ მოხდა, როგორც ილონ მასკსა და ტრამპს შორის მოხდა, თუმცა ახლა ისევ შეერიგდა. როდესაც ამ ცოტა ხნის წინ ილონ მასკი ტრამპს გაუწყრა, ბევრი ვენსის გააქტიურებას ელოდა. თუმცა როგორც კურტისმა თქვა, ვითარება კორპორაციული მონარქიისთვის ჯერ მზად არ არის და კონფლიქტიც სწრაფად მოგვარდა. ნანობ ზოგიერთ ჩემს პოსტს პრეზიდენტ ტრამპზე. აშკარად შორს შევდობე. არ ვარ გაბრაზებული, უბრალოდ გაოცებული დარჩი იმით, რაც მოხდა. მიზეზი არ არსებობდა. I'm always going to be ყოველთვის ლოიალური ვიქნები პრეზიდენტის და იმედი მაქვს ილონიც დაუბრუნდება თავის ადგილს. სიტუაცია ჯერ მზად არ არის, თუმცა როგორც ჩანს ახლოსაა, სათანადო მომენტის მოსამწიფებლად Deep State ხომ ცივი ომის შემდეგ მეთოდურად დგამს ნაბიჯებს, სამი ძირითადი მიმართულებით. სამივე ერთმანეთს ავსებს. მწვანე პოლიტიკა, უკონტროლო მიგრაცია და LGBT იდეოლოგიის გაბატონება, სამივე ერთი, ესე ვთქვათ, მიზნისკენ მიდის, რასაც ქვია სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლა, ერების იდენტობის გაქრობა, ღირებულებითი დეგრადაცია. შემდეგ კი ვითომ საშუალად კორპორაციული სახელმწიფოს დამკვიდრება, საზღვრების მოშლა და ერთიანი გლობალური მართვის შექმნა. თუ მისტიურად შეხედავთ ამას რელიგიურად, ეს არის გლობალური, ანუ სოფლიო მართლობა, ეს არის ანტიქრისტესთვის ტახტის გამზადება. ეს მიმდინარეობს 7000 წელზე მეტი იყო, რაც კი კაცობრიობა არსებობს, მას მე ადამიანის მოდგმასა და ეშმაკს შორის მიმდინარეობს ბრძოლა, უხილავი ბრძოლა, რელიგიური გამოთქმა. სწორედ ეს ბრძოლა არის რა, რასაც ახლა ველაპარაკობ. თუმცა თუ მისტიკურად არ შევხედავთ, გლობალური მთავრობის პროექტზე მუშაობას უკვე ცივი ომის შემდეგ დავინახავთ. It's an exclusive club like no other. ეს ყველაზე ექსკლუზიური კლუბია. სოფლიო ძალაუფლების სიმაგრე შვეიცარიის ალპებში. უკვე 50 წელია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ჩუმად აყალიბებს მსოფლიოს მომავალს. ყოფილი მოსამართლე ევროპის პარლამენტის წევრი დავოსის ფორუმს მსოფლიოს ყველაზე საშიშ ორგანიზაციას უწოდებს. იგივეს აცხადებს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც Deep State-მა დაბლოკა და თანამდებობაც 2 დღეში დაკარგა. პრემიერ-მინისტრობის პირველივე დღეს შევეჯახე იმას, თუ რამდენად ძლიერია Deep State. მან ისე დამბლოკა, რომ იძულებული გავხდი გადამდგარიყავი. ვფიქრობ, დავოსის კლუბი და გლობალური ელიტები დონალდ ტრამპსაც არ შეეგუებიან. დავოსი სწორედ ის ადგილია, სადაც ოლიგარქები თავიანთ აღმასრულებელ გუნდს, ანუ Deep States, პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს ხვდებიან და ახალ ინსტრუქციებს აძლევენ. დავოსის ცენტრში კლაუს შვაბია ნაცისტური ფესვებით. მამამისი მესამე რაიხისთვის ცეცხლის საფრქვევ აპარატებს აწარმოებდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ჰარვარდი დაემთავრებინა. 20 წლის წინ კი სოფლიო მთავრობის პროექტი შექმნა.
What great honor and pleasure to welcome you back to the Davos. რასაც სიამოვნოა თქვენი უკან დაბრუნება დავოსის კლუბში. სულ 4 დღეა რაც პრეზიდენტი ხართ და უკვე ჩვენთან ხართ. We highly appreciate your presence with us today. არადა ტრამპის საარჩევნო დაპირება Deep State-ის გლობალური პროექტებიდან გასვლა იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი დატოვა, თუმცა დავოსი ვერ მიატოვა. Well, thank you very much, Klaus, and hello. დიდი მადლობა კლაუს და მოგესალმებით ყველას მშვენიერ დავოსში. რა გადაწყვიტეს მსოფლიო ოლიგარქებმა წლევანდელ შეკრებაზე ძნელი სათქმელია. თუმცა ფაქტია, რომ ომებიც გრძელდება და Deep State-ის სამივე მიმართულებით სვლაც. მათგან ერთი რწმენისა და ეკლესიის LGBT პროპაგანდით ჩანაცვლებაა. გვერდითი ეფექტით შობადობის შემცირება. არის ბევრი ჰოლივუდური ფილმი, დისტოპიები, სადაც ეს კორპორაციები უკვე არიან, ასე ვთქვათ, გამარჯვებული საბოლოო და ადამიანი საბოლოო დამონებული. ეს არის სწორედ ამავე კორპორაციების მიერ ნაწარმოები, მომავლის ხედვა, თუ რას უპირებენ ისინი საზოგადოებას და ცხადია ეს საფრთხე არის რეალური. ნებისყოფის ტრიუმფი ორგაზმზე. სექსის საწინააღმდეგო აღლუმი ქორწინებათა ორჯერ კლებას ეძღვნება. პარტიის წევრმა 10,000 ქალმა უსექსობის აღთქმა დადო და თავი ხელოვნური განაყოფიერების ჭურჭლად გამოაცხადა. ასე ხედავდა მომავალს 80 წლის წინათ ჯორჯ ორუელი თავის დისტოპიურ რომანში 1984 წელს. This is the direction the world is going in at the present. ზუსტად აქეთ მიდის სამყარო. მომავალში მთავარი ემოცია შიში და გაბრაზება იქნება. სექსის ინსტინქტს კი ორგაზმთან ერთად ამოძირკვავენ. We shall abolish the orgasm. მხოლოდ ხელოვნური გზით განაყოფიერება, ოღონდ ქიმიურ ჭურჭელში. ასეთი მომავალი აღწერა მისმა თანამედროვემ ოლდოს ჰაქსლიმ თავის საკულტო რომანში საოცარი ახალი სამყარო, სადაც ყველასთან აქვს სექსი, ქორწინება კი აკრძალულია. მონოგამია, ეგოიზმია. იქნებ სხვასაც სურს შენს პარტნიორთან სექსი, ამაზე არ გიფიქრია? ასე ჩდება ეჭვიანობა და სტრესი. ყველას ეკუთვნის. ეს ჩვენი დევიზია. მოსახლეობის შემცირებას ჰომოსექსუალიზმით ცდილობს მთავრობა კიდევ ერთი ინგლისელი მწერლის ანტონი ბერჯესის ანტიუტოპიურ რომანში მოწადინე თესლი, სამი გენიალური მწერალი და ერთი ხედვა. დაწინაურება დღეს დიპლომების რაოდენობით არ ხდება. ბატონო ფოქს, ჩვენ ოჯახის წევრებს ვითვლით. თქვენი დოსიედან ჩანს, რომ ძმა ჰომოსექსუალია. რაც კარგია, მაგრამ თქვენ შვილს ელოდებით. აღარ ველოდები, გარდაიცვალა. ძალიან კარგი, მაშინ თქვენი შანსი იზრდება. ხელისუფლებაში მოვიდა მთავრობა, რომელიც ცდილობს მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას და მოიგონეს ესეთი ხერხი, დააკანონეს ჰომოსექსუალიზმი, დააგზავნეს ჩვეულებრივი სექსუალური აქტი. 1960 წელს ეს ჩანდა როგორც აბსოლუტური ესეთი ფანტაზია. დღეს მე ვიტყოდი, რომ მაინც და მაინც ფანტაზია უკვე აღარ არის. I do not know what it's like to be a homosexual. მაშინ ვერც კი წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა აგერჩია ყოფილიყავი ჰომოსექსუალი. ეს ხომ ბუნებას და გამრავლების კანონს ეწინააღმდეგება. 70 წლის წინ ჯერ კიდევ უტოპიად ჩანდა იმის წარმოდგენა, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და წახალისება სახელმწიფო დონეზე მოხდებოდა. რადგან ამის უკან მარტივი გათვლები. ჩვენ უკვე დღეს ვხედავთ, როგორი ტემპით იზრდება მოსახლეობა, რომელიც ბოლო ნახევარ საუკუნეში თითქმის გაორმაგდა. ეს გამოიწვევს საკვების დეფიციტს, ასევე პროტესტს და არეულობას. საჭირო გახდება მასების დათხრუნვა და დამორჩილება, რაც ერთი მხრივ განვითარებული ტექნოლოგიებით მოხდება და ასევე დახვეწილი პროპაგანდით. ორივე ძლიერი ინსტრუმენტია. სოციოლოგები, პოლიტოლოგები შიშით ადევნებენ თვალს თუ როგორ ემსგავსება რეალობა სამი დიდი უტოპისტის ნაზავ წინასწარმეტყველებას. LGBT იდეოლოგია, რომელიც ნელ-ნელა მოდის საპირწონეთ იმ ტრადიციული ქრისტიანული პასეულობისა ევროპაში და ანაცვლებს ნელ-ნელა ღვთისმსახურებას LGBT აღლუმებით და პრაიდებით. ანაცვლებს კაცობრიობის შექმნის ბიბლიურ ისტორიას, რაღაცა გენდერული მრავალფეროვნების
რაღაც გამოგონილი თეორიებით. ამას ემატება კიდევ ერთი ინსტრუმენტის, უკონტროლო მიგრაციის მოქმედებაც. ახლო აღმოსავლეთში Deep State-ის ომებმა დევნილთა მრავალმილიონიანი არმია წარმოშვა, რომელიც ევროპისკენ დაიძრა და კრიზისი წარმოქმნა. ხდება აღრევა კულტურების და ამ კულტურების აღრევა კიდევ უფრო დიდ დარტყმას აყენებს იმ ტრადიციულ ქრისტიანობას, რომელიც ფაქტიურად ამ ქრისტიანობას პუნქტიც კი არ ეზომება დღეს ევროპის კონტინენტზე. ქრისტიანული ევროპა, ეს 12 ცნობილი ვარსკვლავი, რომელიც არის ევროკავშირის დროშაზე, ეს არის ღვთისმშობლის გვირგვინი, რომელიც დღეს დავიწყებულია, ძალიან ბევრი მარიცის რო არის ეს ღერბი. მუჰამედი მაგალითად არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელი ევროპაში დღეს, იცით რომ უამრავი დანაშაული ხდება მიგრანტების მიერ, ეს ძარცვა იქნება თუ სხვა ტიპის მძიმე დანაშაულები, რაც ადამიანების უსაფრთხოებას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს და ძალიან მალე ევროპელი ქრისტიანი მოსახლეობა შესაძლოა ევროპის საკუთარ კონტინენტზე აღმოჩნდეს უმცირესობაში. ამ მხრივ ყველაზე მძიმე დღეში შვედეთია, სადაც ყოველი მეოთხე უკვე ემიგრანტია და უმძიმეს კრიმინალურ ვითარებას ქმნიან. ხალხის ჩაცხრილვისა და აფეთქებების სტატისტიკით სტოკჰოლმი ევროპაში პირველია და 50-ჯერ უსწრებს ლონდონის ციფრებს. შვედები მასობრივად ტოვებენ დედაქალაქს და მოშორებულ სოფლებში ცდილობენ თავის გადარჩენას. ამ ფონზე კი მათი დარწმუნება, რომ ქვეყანას კორპორაციის რკინის ხელი უნდა მართავდეს, Deep State-ს ცხადია არ გაუჭირდება და ასეც არის ჩაფიქრებული. ეს არის იარვინის თეორიის ძირითადი პოსტულატი. ქვეყანას, საზოგადოებას, კონტინენტს, მსოფლიოს უნდა მართავდეს ერთი თეოკრატიული მონარქი, რომელიც დაექვემდებარება კორპორაციული საბჭოს გადაწყვეტილებებს და კორპორაციულ საბჭოში სწორედ რომ იმ 15 ოლიგარქიული კლანის და ოჯახის წარმომადგენლები უნდა შედიოდნენ. კიდევ ერთი ინსტრუმენტი, რითაც ეს მისაღები უნდა გახდეს, Deep State-ის მწვანე პოლიტიკაა. ტრადიციულ იაფ ენერგორესურსებზე უარის თქმა და ამით ეკონომიკური კრიზისის გამოწვევა. ერთი მაგალითი Nord Stream-ის მილსადენების აფეთქებაა, რითაც ამერიკის დაზვერვამ ევროპა იაფი რუსული გაზის გარეშე დატოვა და ეკონომიკის რეკორდული აღმასვლა სტაგნაციად უქცია. Blew up the Nord Stream pipeline. როდესაც Nord Stream-ი ავაფეთქეთ და მასთან ერთად გერმანიის ეკონომიკა, რატომ არ თქვეს გერმანელებმა არაფერი? რატომ ემორჩილებიან ამერიკას ასე უსიტყვოდ? მაგრამ როდესაც Deep State-ი გიზის სახლში, ცხადია სიტყვის უფლებას კარგავ. მწვანე პოლიტიკა ეს პირდაპირ ასუსტებს ურტყავს ეკონომიკას და წარმოებას, რაც დაემართა იგივე გერმანიას და ევროპის არაერთ სახელმწიფოს, გაძვირდა ენერგომატარებლები, გაუძვირდა შესაბამისად წარმოება, პროდუქტი, რაც მთლიანობაში აზიანებს ეკონომიკას. სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მწვანე პოლიტიკის პროპაგანდას ევროკომისია აფინანსებდა. ევროკომისია ურსულა ფონ დერ ლაიენის, არ მინდა ვიხმარო სხვა შეურაცხყოფელი სიტყვები, რასაც თავად ევროპელები ხმარობენ, აფინანსებენ ამ ეგრეთ წოდებულ მწვანე NGO-ებს და მწვანე არასამთავრობოებს, ვითომ კლიმატის ცვლილება, ვითომ ტემპერატურის ცვლილება და ამ დროს ფული მიდის მილიონობით, 10 მილიონზეა საუბარი. მათი დღის წესრიგის წინ წაწევისთვის. ეს წნეხი საქართველომაც იწვნია. ევროკომისიის დაფინანსებით ნაც NGO-ები მთელ საქართველოში დარბოდნენ და იაფი ენერგიის წყაროს, ჰესების მშენებლობას ბოიკოტს უცხადებდნენ. აიძულებდნენ ინვესტორებს დაეტოვებინათ ქვეყანა. ჩვენ გვახსოვს არაერთი გამოსვლა სწორედ მწვანე დროშებით, რომლებიც რაღაცა გამოგონილი მიზეზებით ან ხუდონს, ან ნესკრას, ან ლოპოტაში მშენებარე ჰიდროელექტროსადგურებს ხელს უშლიდნენ. ეს ფინანსდება გრანტებით, მინდა გითხრათ. ჩვენ ხედავდით ახლა პროცესს, რომელიც ფინანსდებოდა საგრანტო სისტემით და აქტიურობდა მეხუთე კოლონა. წინა პლანზე გამოიყვანეს ხალხი, ადამიანური სახე რო აქვს ადამიანები, რომლებიც არ ესმოდათ ასაკეთებდნენ. ეს ხო იყო საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო. მაშინ ვერ მოქმედებდა ის კანონი უცხოური გავლენების შესახებ. ახლა მოქმედებს. ეს არის სუვერენული ქვეყანა, პატარა ქვეყანა, მაგრამ ამაყი, თვითმყოფადი და ასე გააგრძელებს მუდმივად, ვინც არ უნდა თქვას იქ რაღაც
ურსულა ფონ დერ ლაიენის მწვანე რაღაცა გოშები იყვნენ თუ ევროპარლამენტში თუ ესტონეთის ვიღაცა ბოდიში და ფინიები. We have been ruled by a regime that is institutionalized. ჩვენ გვმართავს რეჟიმი, რომელმაც ძალაუფლება ინსტიტუციად აქცია. მონღოლეთის იმპერიისგან მას მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ძალაუფლების უზურპაციას მალულად აკეთებს. სხვისი ხელით აწყობს რევოლუციებს, ამხობს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. They wanted actually to do something. და როცა სრულიად აშკარაა, რომ ამ გადაწყვეტილებებს იღებს Deep State, ჩნდება შეკითხვა. მაშინ პრეზიდენტი რა საჭიროა? თუკი მხოლოდ ის უნდა აკეთოს, რასაც Deep State ეუბნება. და სწორედ აქეთ მიჰყავთ საქმე, რომ ამ შეკითხვაზე პასუხად ხალხმა თქვას: დიახ, არ არის საჭირო პრეზიდენტი და არც მთავრობა. ითუმეტეს, თუ ჩემს გადასახადებს ტყუილად მოიხმარს. სჯობს Deep State-მა პირდაპირ გმართოს და იყოს კორპორაციული მმართველობა. Nazis and such after the war. ჩვენ ახლა ხედავთ და ვსაუბრობთ ამაზე. მაშინ, როცა ოლიგარქიულმა სახელმწიფომ ასეთი გეგმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აამოქმედა. ოლიგარქი ნაცისტების გადასარჩენად ამერიკის ცენტრალური დაზვერვა მათი გადამალვით იყო დაკავებული. ბევრსაც პირდაპირ ლეგიტიმაცია მისცა. მაგალითად, გეილენი, მესამე რაიხის გენერალი ამერიკამ გერმანიის სადაზვერვო სამსახურის უფროსად დასვა. იგივე გააკეთა იაპონიაშიც. ომის კრიმინალი ჩაუყენა სათავეში იქაურ დაზვერვას. We think we elect. და გამოდის ისე, რომ ხალხი ირჩევს პრეზიდენტს, აძლევს მას ქვეყნის სადავეებს. არადა ის მხოლოდ წვერია აისბერგის. რეალური ძალაუფლება კი სადაზვერვო სამსახურების ხელშია, რომლებიც თავის მხრივ ოლიგარქებს ემსახურებიან. ეტყვიან გვინდა ნავთობის ეს საბადო, ან ეს სატრანსპორტო დერეფანი. და მთელი Deep State ამ დავალების შესრულებაში ებრძვა. მათ შორის უშუალოდ ადგილზე ამერიკის საელჩოები ასრულებენ საველე სამუშაოებს. ზოგადად ოლიგარქიული ოჯახების ინტერესია, რომ ქვეყნები ეკონომიკურად არ გაძლიერდნენ, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია მათი მიზნებისთვის ძლიერი ეკონომიკის, სუვერენული გამართული სახელმწიფო ინსტიტუტების მქონე ქვეყნების დამორჩილება ცხადია, გაცილებით უფრო რთულია ვიდრე სუსტი ეკონომიკის. ანუ არაფერი არ იცვლება ამერიკაში. იგივე არის, ოღონდ ამის სახეცვლილება არის. JD Vance, როგორც იტყვიან, Mr. Nice Guy. ბატონი კარგი ტიპი, კარგი ბიჭი. ნუ, რა თქმა უნდა, ტრამპი წავა, თუ ადამდე არა, შემდეგ Vance ეძლევა ახალგაზრდაა, ხო? 4+4. შეიძლება მერე სხვები გამოჩნდნენ. JD Vance იქნება, Rubio იქნება, ურსულა ფონ დერ ლაიენი იქნება, არ ვიღებთ ამას. რეზისტენტულია, ანუ მედეგია ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა ასეთი სატყუარების მიმართ. მორჩა. Can't dictate outcomes anymore. Deep State მივიდა მდგომარეობამდე, როდესაც სულ უფრო მეტი ქვეყანა უარს ეუბნება მორჩილებაზე. მას ჯერ კიდევ აქვს დიქტატორის სტატუსი და ნარატივის კარნახით შეუძლია. თუმცა სასურველი შედეგის გარანტიას ეს აღარ იძლევა. ფიქრობ, უკრაინაში მარცხი გარდატეხის წერტილი იქნება და ამერიკის იმპერია დაემხობა. ისევე როგორც ნებისმიერი იმპერია რაღაც მომენტში. და ამ მომენტს დღეს რუსეთი და ჩინეთი ქმნიან, რომლებიც მულტიპოლარულ მსოფლიოზე თანახმა არიან, განსხვავებით Deep State-ისგან. Deep States ერთი მსოფლიო, ერთი სახელმწიფო და ერთი მმართველი უნდა, რომელსაც თავად დანიშნავს და სწორედ ამისთვის აგრძელებს ბრძოლას. თუმცა ახლა სულ უფრო მეტი მეომარი უდგება წინ, რომელიც თავისი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მზად არის საომრად. ბრძოლა უთანასწორო იქნება, თუმცა საქართველო ამას შეჩვეულია.